შავი ჩანთა, რომელიც შემოწმების გარეშე დაილუქა, ახალი დეტალები ჟვანიას საქმეში. მიმდინარე წელს პრემიერის გარდაცვალების გარემოებებზე პირველი სასამართლოს სხდომა გაიმართა. დღეს გამომძიებლები დაიკითხნენ, კახა ჭუმბაძე იყო ერთ-ერთი, რომელმაც გარდაცვლილი პრემიერის და რაულ უსუპოვის ცხედრები ნახა და შემთხვევის ადგილი შეამოწმა. ექსპერტ ლევან ჩაჩუას ადვოკატებმა პროცესის დახურვა მოითხოვეს, შუამდგომლობა კი არ იქნა დაკმაყოფილებული. დაცვის მოთხოვნის მიუხედავად ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ ლევან ჩაჩუას პროცესი მოსამართლემ არ დახურა. მხარეები რამდენიმე წუთი მსჯელობდნენ დაესვა თუ არა ბრალდებულს შეკითხვა, რომლის გასაჯაროებაც დაცვას არ სურდა. კითხვის ადრესატი გამომძიებელი კახა ჭუმბაძე იყო. ლევან ჩაჩუას საინტერესებდა იცოდა თუ არა მოწმემ შავი ჩანთის შესახებ, რომელიც შემთხვევის ადგილზე დათვალიერების გარეშე დაილუქა. ჩანთაში ბრალდებულის ინფორმაციით პარიკი უნდა ყოფილიყო, რომელიც მოწმეს არ ახსოვდა. სამაგიეროდ გაიხსენა, რატომ არ აწერდა ხელს ექსპერტი კახა ერისთავის შემთხვევის ადგილზე შედგენილ ოქმს, რომლის ჩვენების საფუძველზეც გამოძიებამ ჩაჩუა დააკავა. ჩაწერების შეშვის შემდეგ აღეკეთა კედელში რომ კაფეის შავი ჩანთა და მასში არსებული ნივთების საქმის ახალი დეტალი არაზეც დაცვა დასკვნით სიტყვას შეისაუბრებს. თუმცა მანამდე კიდევ ერთი მოწმე სანიტარი იხსენებს ცხედრების გაკვეთის პროცესს. არჩილ ჭიკაძემ დღეს სასამართლოს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა. მოწმეს არ ახსოვდა გაუკეთდა თუ არა ბალზამი რაულ უსუფოვის ცხედარს ზურაბ ჟვანიასთან ერთად. ჩვენებაში წერ რომ მაშინ და ორგანიზმის შემოქმედებაში ის ბალზამირებაც გაკეთდა, იმის ბალზამირებაც. როგორ პროცესი უკეთესად უნდა ცნობებოდა, რომელიც უცოლა 2 წუთი უფრო ახლო იყო ჩვენთან თუ დღეს. ლევან ჩაჩუას პროცესზე დღეს პირველად დაიკითხა გამომძიებელი, რომელმაც ჰაკიმ ფაშას სახელით ინტერნეტში ატვირთული ვიდეო ზურაბ ჟვანიას საქმეს დაურთო. გიორგი ლომთაძემ ვიდეო და ფოტომასალის შესახებ ისაუბრა, რომელსაც გამოძიების მოთხოვნით ექსპერტიზა ჩაუტარდა. ეს ვენა გულაღ მდგომარეობაში ზურაბ ჟვანიას ყვავი და ასეთი თუჩის ქვედა ნაწილზე, მარცხენა ნაწილზე იყო დაზიანება რაღაც ასე ამოქმედება თვალი და მისებული წითელი კონტური. შემდეგი კადრი მომდიოდა, როცა გაფიქსირებული იყო თუჩის შიდა მხარე, ამასაც კონტური ჰქონდა. შემდეგ მომდიოდა თვალწინები ტრეპანაციის კადრები. ბრალდების მოწმების დაკითხვის შემდეგ პროკურატურა მიიჩნევს, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედარს გაგუდვის ეჭვიდან გამომდინარე ბალზამირება არ უნდა ჩატარებოდა. ჩაჩუას ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ სანიტრის ჩვენებით აღარ არსებობს ეჭვი უსუფოვის ცხედარზე მკერდის არეში დაზიანებების შესახებ. როცა გამბანი მოლები საუბრობდნენ წინა პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას, რომ ორი სიმეტრიულად გულმკერდის ძუძუს მიდამოში რაულ უსუფოვს გადმოდიოდა თითქოს და სისხლი, ეს არ იყო რაიმე დაზიანების მიზეზი, არამედ ეს იყო ბალზამის მიზეზი. ექსპერტებმა განმარტეს, რომ ასეთ შემთხვევებში ბალზამირების გაკეთება არის დაუშვებელი. სანიტარმა განმარტა, რომ უშუალოდ ბრალდებულ ლევან ჩაჩუას დავალებით მან ზურაბ ჟვანიას ღვამს ჩაუტარა ბალზამირება. ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი 9 იანვარს ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.